მივიდა მღვდელ მოძღვართამა და რქვა რა გნებავს მოცემად შემდა და მიქცე იქ და მიუწონეს 30 ვერცხლი, რომელიც იყო მონის საფასო. იუდა ფიქრობდა, რომ თავისი პიროვნების რეაბილიტაცია მოხდებოდა თუ ქრისტეს გაცემდა, იმიტომ რომ ქრისტესთან მისი ინტერესები კვდებოდა და მას კიდე თავის სიმართლე ჰქონდა. გონება იმ თავისუფლების შესაბამისად უნდა გამოეყენებინა, რომელიც მას ჰქონდა და ერთადერთი რაც დარჩა ის იყო, რომ ქრისტეს აღარ იარსება, ქრისტე დააჭერათ, ქრისტე მოეკლათ, რომ გათავისუფლებული იყო ღვთისნებისგან და ეს და ჩვენ არ გვჭირს ეს? ამდენჯერ ან გვითქვავს და თუ არ გვითქვავს, გვიფიქრია და თუ არ გვიფიქრია, მოგცოულ ვართ ისე როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე როგორც ღმერთს უნდა. ეს იგივე არ არის? რომ ღმერთის ნება არ მინდა, კაცო არ მინდა რა, არ შემიძლია, როგორც მე მინდა ისე უნდა იყოს. როგორც ღმერთს უნდა ეგრე არ უნდა იყოს. ეს იუდას მდგომარეობა, როცა ღვთის ნებას ასე პრინციპულად ეწინააღმდეგება. საკუთარ თავში ჩავიხედოთ, უფალს ვთხოვოთ, უფალო გევედრები არ მინდა რომ ამბურგს გიყოვით არცა იუდა, ჩვენს ლოცვად ვაქციოთ ეს.